სლოგანით ერთად ვებრძოლოთ ნარკომანიას. ოზურგეთის სპორტის სასახლეში პროკურატურის ინიციატივით საკალათბურთო მატჩის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებული ნომერ 4 საჯარო სკოლა გახდა. გურის სამხარეო პროკურატურის მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალური შეხვედრა კალათბურთში ნომერ 4 საჯარო და წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლებს შორის შედგა. შეხვედრის ორივე ტაიმი დაძაბულად გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 73-46 ნომერ 4 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. რაიონული პირველობისთვის ბრძოლა კალათბურთში 13 საჯარო და 1 სასულიერო სკოლებს შორის 12 აპრილს დაიწყო. სამხარეო პროკურატურასთან ერთად ტურნირის ჩატარებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა და სპორტის განვითარების ცენტრმა მიიღო. ვერ აღმოჩნდა მიასწროთ ბედნიერება ის რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. გაწმენებული ვიყავით ჩვენ ჯარებში და გავამართლეთ და აუცილებლად აღვნიშნოთ ამას და გვიხარია ყოველთვის 3 წელია ზედიზედ ჩვენ ვიგებ და დღესაც ეს ტრადიცია არ დავამთავრეთ, ასე თქვა, არ დავამთავრეთ და კარგად ვითამაშეთ. დიდი მადლობა პირველ რიგში ორგანიზატორებს, რომ ასეთი ტურნირი ჩაატარეს. ყველაფერი კარგად გამოვიდა, ფინალში სანიშნავი იყო და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ რეგიონს ოზურგეთს ვასახელებთ და ჩოხატაურის დანარჩენს არ დაუთმოთ არაფერს. გუნდი ვფიქრობ, რომ მართლაც კარგი ინიციატივა არის, როდესაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, რომ დრო ცხოვრების დრო მოახმარონ სპორტს, ჯანსაღ ცხოვრებას და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი მუნიციპალიტეტის პროკურატურა ყველა დაწესებული ვართ, მზადავართ, რომ ესეთ ახალგაზრდებს გვერდით დავუდგეთ და უფრო მეტი სტიმული მივცეთ. ნომერ 4 საჯარო სკოლა უკვე რეგიონულ დონეზე შეხვედრას ლანჩხუთში გამარჯვებულად გამოვლენილ სკოლასთან გამართავს.